კვირის მნიშვნელოვანი თემებით ეთერშია საინფორმაციო გამოშვება ობიექტივი სტუდიაში დარიკო ბერია მუშაობს საღამოშტობისა. ტელეკომპანია ჯიხა სახელით გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღე 26 მაისი გრანდიოზული ღონისძიებით აღინიშნა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში. 26 მაისს წალენჯიხა განსხვავებული იერსახით შეხვდა. კინოთეატრის დარბაზში მოეწყო ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა დამოუკიდებლობის დღეს. წალენჯიხის მოსახსნელობას 26 მაისი დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ხარჩილოვამ, მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი მებონიამ და ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ლარისა თვალთვაძემ. ღონისძიება მხატვრულად გააფორმეს თამრიკო კვარაცხელიამ, ნანა მიქავამ და ნინო ებსიამ. მაყურებლის წინაშე ქართულ ხალხური სიმღერებითა და ცეკვებით წარსდნენ წალენჯიხის კულტურის სახლთან არსებული ქორეოგრაფიული სტუდიის მოცეკვავები, ქალთა ვოკალური ანსამბლი და ვაჟთა ანსამბლი ბედინერა. ხოლო საღამოს ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ღია ცისკრის გაიმართა კონცერტი ქართული ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით. კონცერტს ესწრებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხარჩილოვა, მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი მებონია და გუბერნატორი ზაზა გოროზია. მივესალმები მთლიანად საქართველოს, ჩემ წალენჯიხელებს, ქართველებს, არაქართველებს, ულოცავ დღევანდელ დღეს და უსურვებ წარმატებებს. დღეს არის ღირსშესანიშნავი დღე, დამოუკიდებლობის დღე, რომელიც მე ხმად ვარ დარწმუნებული ის კურსი, რაც აქ დღეს ჩვენამდე ხელშეულებას აღებული, მოაწეს უფრო ამაყად შეხვდებით, უფრო თამამად, უფრო გაძლიერებულ და მშვენიერ საქართველოში. საქართველოს წალენჯიხელებს ულოცავ დღევანდელ დღეს 26 მაისი ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი იმდენად, რამდენადაც ამ დღისთვის და საერთოდ სახელმწიფოებრიობისთვის თაობებს თავი გაუწერიათ და თაობები მომობნენ. ჩვენ ეს უნდა დავაფასოთ, ჩვენ ეს უნდა შევიბრძნოთ, შევიმეცნოთ და უნდა გვიყვარდეს. დღევანდელ დღეს ულოცავ წალენჯიხას, წალენჯიხის მუნიციპალიტეტი თავისი პატარ-პატარა ნაბიჯით დღევანდელ დღეს შეეგება ერთსეულად, ყოველ შემთხვევაში ასე მგონია და მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ასეთი დღეები და დღესასწაულები საკუთარ თავში დიდ დატვირთვას ატარებენ და ამ დატვირთვის მთელი განცდით ვილოცვაც ჩვენგან მუნიციპალიტეტისგან საზოგადოებას მინდა უსურვო.
თოღო. არ მოვიწყდი. იცება ჩახამოთავს. ვინც მსგავსი კონცერტის ზემი მოაწო ყველა შემსრულებელს, რომლებიც ჩამოვიდნენ წალენჯიხეში და ჩვენ გვინდა რომ ყველა წალენჯიხელს ემღერებოდეს. ჩვენ გვინდა რომ ყველა წალენჯიხელის ოჯახში ისმოდეს სიმღერა და ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ერთიან და რა თქმა უნდა, ძლიერ საქართველოს გაუმართ! კარგით, მადლობთ. გასულ კვირას წალენჯიხაში ჩამოვიდა საქართველოს რესპუბლიკის ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე ტიტე დოებსაია, რომელიც შეხვდა წალენჯიხაში მცხოვრებ ვეტერანებს. რატომ გადაიზარდა 1 საათიანი გულთბილის შეხვედრა აურზაურში. ვეტერანების კატეგორიული სამართლიანი მოთხოვნა. გულგატეხილი, გულაცრუებული ვეტერანთა კავშირის უფროსი. ერთი სიტყვით, კამერის წინ თამამად მოსაუბრე რესპონდენტების შესახებ ჩვენი სიუჟეტი. წალენჯიხელი ვეტერანები თბილისიდან ჩამოსულ სტუმარს ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილეს ტიტე დოებსაიას და არიელ კალანდიას ერთ პატარა სამუშაო ოთახში შეხვდნენ. მათთვის დარბაზი რატომღაც ვერ გამოინახა. პატარა ოთახში კი ყველამ ვერ შეაღწია. 1 საათის განმავლობაში ფეხზე მდგარი მოხუცები თავიანთ პრობლემებზე უყვებოდნენ სტუმარს. ვეტერანთა ერთი ნაწილი ჩიოდა იმაზე, რომ თანხა, რომელიც 9 მაისს უნდა აიღო პრეზიდენტის ფონდიდან 100 ლარის ოდენობით, დღესაც არ აუღია. მეორე ნაწილს რამდენიმე თვეა პენსია შეუჩერდა. ვეტერანთა გასაჭრს დოებსაია გულბასმით ისმენდა. პენსია მიიღო ოში ვისანსვანად. ქართის უღუნა შირო ჟარნიჯის. Вот у меня дом сгорелся. Я одна живу. Ниоткуда никакой помощи. Ну что, пенсия, ну немножко надо помощи, если можно. Это что я охрабил пенсию. фактурат იგივე ომის იმაში გაწესებს. ენერგო კომპანიის ნატო ფოგო. დასაც კუთხე მიგევადი გავიარე. ეს ამან წაიღო და მე რა ვჭამ. თბილისის ამასაც საუბარი. ადრე იყო შეღავათები, ზაფხულში სხვა იყო, ზამთარში. თუ კანონია მართლაც რას თბილისიდან სახელმწიფო მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა გადასცა რომ 50 ლარი დაურიგდეს ჩემო ბატონო ზურგსუკან მამაცობისათვის რეგიონში ყველას ვინც არის აი ამას თუ კანონია თუ არა და რამე დახმარებას მე ვინ მომწონს მაინც საქართველოს ვეტერანთა ცენტრალური კავშირის მთავარი მიზანია ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა კანონიერი უფლებების სოციალურ-ეკონომიკური და სხვა ინტერესების დაცვა საზოგადოებაში, მათი ღირსეული ადგილის უზრუნველყოფა და ქვეყნის საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური ჩაბმა. ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილის თქმით, უახლოეს პერიოდში პარლამენტში შევაცვლილება ვეტერანთა საბჭოს გაუქმების შესახებ და ახალი კანონმდებლობით ვეტერანთა კავშირი ერქვა. ყველა ის ნიუანსები, რაც თავრობამ, ახალ თავრობამ გაგიუქმა ჩვენ, რასაც ქვია შეღავათები, ომის ვეტერანებიდან დაწყებული, საერთოდ ვეტერანებთან დაკავშირებული, გვინდა რომ აღდგეს, იმიტომ რომ დაწყებული გაზის, შუქის, წყლის, ეს იმდენად თანხებთან დაკავშირებით სწორი ყვა ქალბატონმა რო თქვა, რომ 38 ლარი მაქვს და როგორ გადაიხადა, ვერ გადაიხდეს, ეს კატეგორია ისეთი, რომელიც მათაც ვერ გადაიხდიან ამას. ამიტომ უნდა იყოს რეალურად ყველაფერი. მომზადებულია პროექტი, ამ დღეებში იქნება ალბათ განხილული პარლამენტში. თვითონ ქალბატონ ნინოსთანაც ჰქონდათ ჩვენ წარმომადგენელი იყო ხმისური და ესწრებიან ამ დღეებში განხილულ და იმედია რომ ალბათ აღდგება ისე ვის შეღავათები რაც ჰქონდა, იმიტომ რომ და რაც შეეხება 9 მაისს პრეზიდენტის საჩუქარი. პრეზიდენტთან ნახევარმა აიღო და დიახ, ეხლა რა არის, აქ გაუგებრობა, მე როგორც გავიგე, არ არის სია დაზუსტებული, როგორც ვიცი, ხო ასე, არ არის სია დაზუსტებული ყველა კატეგორიების მიხედვით, ესე იგი, არ არის სია დაზუსტებული და იმიტომ მოხდა ნაწილმა მიიღო, ნაწილმა ყველამ უნდა მიიღოს, უნდა დაზუსტდეს ეს სია, აქ არსებობს
ბატონ ტარიელთან ეს არის, უნდა შეაჯერონ ერთმანეთს და ამ დღეებში უნდა გადაწყდეს მაგის ყველას, იმიტომ რაც ფონდიდან არის, პრეზიდენტის ფონდიდან გამოყოფის ყველა უნდა მიიღოს. ბუდე გატეხინი, უხელფასოდ მყოფი ვეტერანთა კავშირის უფროსი ტარიელ კალანდია კამერის წინ საუბარს არ მოერიდა და ხელმძღვანელი პირების მისამართით სალანძღავს სიტყვებს არ იშუებდა. ბევრ ხალხს ხედავ, რომ ხალხს 9-10 თვეა პენსია გაჩერებული აქვს. აი სამამულო ომის ვეტერანი მოუგდა კაცი დარჩა მხრივი მეუღლე პენსია გაჩერებულია 10 თვეა. ლოგინში მიჯაჭვულია კაცი და შევდივარ უფროსებთან სამსახურის გაჩერება არ შეიძლება. ან დროებით დამიწერებ ბრძანება, რომ ვიმუშაო და ამ ხალხს რეალურად პასუხი გავცე. დღეს კაცის შვილი არ არის გამცემი პასუხის. მე უკვე ნახდა გული ამისრუდა ამ ყველაფრის. მე ვიმუშავე 6 თვე უხელფასოდ ესე იგი ყველას პასუხი დადებითად გავეცი 9 მაისის ვერ დაადგინეს დღესაც არ არის 9 მაისის 100 ლარი გაცემული ზოგიერთებზე არის ამნაირი რაღაცა და ერთადერთი ის აქვს ჩვენს რა ქვია ხელისუფლებას დღევანდელ აქ რო დგას რაიონში ამ ადგილზე რომ ტესტირება კაი ბატონო ჩავაბარებ ამ ტესტირებას მაგრამ დრო ხარ 7-ჯერ გადაიდო ტესტირება შეიძლება მე ვარ ომის მონაწილე კაცი შეიძლება ცოტა ემოციურიც ვიყო 2-ჯერ ომის ომგავლილი კაცი ვარ ბატონმა მირომიცის და ბევრმა ბატონმა აჯიშამის და დედაჩემ ჩემი შავი გავხადე მე ავღანეთიდან ჩამოსული კაცი დღეს დგას ვიღაც ბავშვები და მეუბნები ანუ ტესტირება რისი ტესტირება უნდა მე აღრიცხვა მიმყავს რაოდენობა მიმყავს ხალხის მიმყავს სოციალური დარგია და რაღაც შეუერთდეს დეპარტამენტი იმას რა ქვიან ვეტერანთა კავშირს კი ბატონო მიმყავს მოვიდნენ ნახონ საბუთები ოფიციალურად თუ რამე არის უარყოფითი მე დღეს თქვენ წინაშე ჩოკით გავდივარ აქედან ჩოკი თუ რამე არის ერთი რამე ისა სამამულო ომის ვეტერანებმა შევიდნენ თხოვნით ყველაფერი რავის მაქსიმალური გავაკეთეთ დღეს ბატონი დიდე ჩამოვზანდა თბილისი და რესპუბლიკან შევაწუხეთ ეს კაცი და მაინც ეუნებიან ერთ და იგივეს მარტო ერთი და ორი კაცი სხვა რა ეს რაიონი ეს თქვენის მიერ არის ეს რაიონი მე ასე ვიცი და ასე თქვენის მიერ არის ეს რაიონი დარჩენი და აგებულია მე ასე ვიცი იმიტომ რომ თქვენ სისხლი დაღვარე თქვენ მუშაობდით ხან ჩაიზგებოდა და იყო რაღაც ცხოვრება მაშინ მაგრამ მე არ უბრუნდები ახლა კომეს უწყობას მაგრამ კაც რო მამაკაცი რო დაიკარგება ოჯახს ეს ცუდია ხო ძალიან ასეთ ვარიანტს ვიწყობენ ჩვენ ახლა ესე იგი ბოდიში მომიხდა და მეგრელულად რო თქვა ბუდეს მირახან ათენებში ბუდეს თოთო იოთე ოგვადესენ თეჯგვარი აბა რას ქვია კაცო 6 თვეა ვეტერანთა საბჭო არ არსებობს ნახევარზე საუკუნეზე მეტია ვეტერანთა საბჭო არსებობს ოფიციალურად და ესენი მეუბნებიან იმას რომ არ არსებობს ვეტერანთა საბჭო მარტო ჩემზე არა აქ ლაბარაკი ჩემ ვეტერანებზე ლაბარაკი ჩემი თავი ჯანდაბა ჩემზე არა აქ ლაბარაკი მარტო ვეტერანებს რაიონის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება იმის თაობაზე რომ ტარიელ კალანდიამ კონკურსი გაიაროს არასწორად მიაჩნიათ თუ მათი თხოვნა რაიონის ხელმძღვანელობამ არ გაითვალისწინა აქციებით იმუქრებიან მე ხომ გითხარი თქვენ 85 წელს ვარ და საერთოდ ის ამოსულა იმას 25 სასიამოვნო და გეუბნებით რომ ასეთი აღრიცხვის დაფეთქაცი მე არა ვარ მე ახლა რევიზიეტი არ შემიძლია მაგრამ მე ჩემ წინას ვაკვირდები როგორ მომცეს როდის მომცეს რატომ მომცეს აი ასეთნაირად ამ კუთხით ამოწმოს ყველაფერს იგი ნამდვილად ქრიტული მუშაკი Все уважаемые, везде ходят, кто заболел, что везде уважают, помогают. Я очень за него. Очень хороший парень. Молодой, внимательный. ისლობს წელი ვეტერანთა შემადგენლობა ჩვენ ვენდობით ამ კაცს არის ღირსეული დამსახურებული ომის მონაწილე გულისხმიერი და ჩვენ იქნეს დაშვებული იქნეს დაშვებული გამონაკლისი და მოგეცით უბრალოდ ავირჩიეთ ეს კაცი ისევ ამ თანამდებობაზე იყოს და გააგრძელოს მუშაობა კაცი მონდომებულია სული და გული რომ როგორმე გაუწიოს თანაგზნობა ენითაც კურნალია ენითაც საქმითაც დიდებულია და თუ ვინმე პიროვნება დაინტერესებულია თუ არ უნდა და სხვა მე არაფერი არ აქვს აი ძირითადად
ზუსტად ჩვენ იმიტომ რომ სტატუსი როგორც ასეთი არაა დამტკიცებული ბატონ ტარიელის უნდა დამტკიცდეს მაგრამ თვითონ გაგვიბიელო აღნიშნა რომ კარგად დაახასიათა მე არ ვიტყვი მას რომ ცუდი შეხედულება აქვს მასზე ადრეც ვიცნობდი ეხლაც კარგად დაახასიათა ყველაფერი მაგრამ არის საჯარო სამსახურში ისეთ სამსახურები რომელთაც უნდა გაიაროს ტესტირება აი ეს აქ შემოღებული ეს ამდენად სწორია ჩვენ ამას შევათანხმოთ ხელმძღვანელობასთან და მასაც გაიარა ტესტირება ბატონი დარქმული დარჩება ნუ ერთხელ თუ არ გაიარა მეორედ უნდა გაიაროს ახლა ასე ხო არ არის კი არ დაახშობენ წესი ასე ესე იგი ერთხელ თუ არა შეიძლება მე არ მგონია ხარ რომ ტარიეს გაუჭირდეს იგი რომ გამოსtildeა გააჩნია ხა ტესტირების ტექსტი როგორ იქნება შედგენილი და რა იქნება ყველა საჯარო სამსახურში მომუშავე პერსონალს მოუწევს ტესტირებითი გამოცდის ჩაბარება, ასე რომ ტარიელ კალანდიაც მიიღებს კონკურსში მონაწილეობას. თუ ჩააბარებს გამოცდას, ის თანამდებობაზე დარჩება. თუ არა და ვეტერანთა კავშირს მომავლიდან ახალი ხელმძღვანელი გაუწევს. კანონიერი ქურდის გია კვარაცხელიას ქონება ოფიციალურად 24 მაისს პოლიციას გადაეცა. თანამედროვე სტილის შენობა სასადილო აუზი სპორტული დარბაზი საიდუმლო გვირაბი ულამაზესი ბუნება პოლიციელების განკარგუნებაშია. წალენჯიხის შინაგან საქმეთა რაი განყოფილების თანამშრომლობა სამუდამო ბუდე ამ შენობაში დაიდეს. 24 მაისს წალენჯიხას სტუმრობდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ნოდარ გრიგალაშვილი, სამეგრელოს ზემოსვანეთის გუბერნატორის ზაზა გოროზია და სხვა ოფიციალური პირები. სტუმრებს შეხვედრა მოუწყვეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი მებონიამ, საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლებმა, პოლიციის უფროსმა ზვიად გაწერილიამ და სკოლის მოსწავლეებმა. საზეიმო ლენტის გახსნა შინაგან საქმეთა მინისტრმა პატარებს დაუთმო. ამ დღის აღსანიშნავად შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი პოლიციის ორკესტრის მიერ. ოფიციალური ცერემონიალის დასრულების შემდეგ გაიმართა კონცერტი ანსამბლ ბედინერასა და სოფელიის მოცეკვავეთა მონაწილეობით. კონცერტის დასრულების შემდეგ მერაბიშვილმა სკოლის მოსწავლეებთან ერთად დაათვალიერა პოლიციის ახალი შენობა, ღია აუზი. მინისტრმა საჯაროდ განაცხადა, რომ აუზის სარგებლობა შეუძლიათ როგორც პოლიციელებს, ასევე წალენჯიხის ახალგაზრდობასაც. სკოლის მოსწავლეები შინაგან საქმეთა მინისტრს სამახსოვრო სურათების გადაღებასა და ავტოგრაფს თხოვდნენ. მხიარულ განწყობაზე მყოფი მერაბიშვილი ბავშვების თხოვნას უყოყმანო დასრულებდა. ყველა ის სასიხარო რაც იქნება აქ, რომ აი ეს საცურაო აუზი ღია იქნება ყველა ბავშვისათვის, სტუმრისათვის და ადგილობრივი მოცხოვრებისათვის და მე ძალიან გამიხარდება, როცა მოვალ და სუპერ თანამედროვე საცურაოში გაგრძდებიან ჩვენი ახალგაზრდები და მხოლოდ ამ მიზეზით მოვლენ ჩვენი ახალგაზრდები პოლიციის შენობაში და სხვა მიზეზი მათ მოსასვლელად არ ექნებათ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ახალგაზრდები, რომლებიც დღეს იყვნენ აქ ყოფილი კანონიერი ქურდის თუ ჯერ კიდე კანონიერი ქურდის სახლის პოლიციის განთავსების ცერემონიაზე, მათთვის ის ეპოქა, როდესაც კანონიერი ქურდები და კრიმინალები იყვნენ ქვეყნის ბატონები და პატრონები, მხოლოდ ასე ვთქვათ, დაუჯერებელ მოგონება დარჩება. მათთვის ძნელი ასახსნელი იქნება, თუ როგორ მართავდნენ ისინი საქართველოს ჯერ კიდე რამოდენიმე წლის წინ. ჩვენ თაობას ეს ემახსოვრება, მაგრამ ისინი ბედნიერები არიან, ეს ამ თაობას არ ეხსომება ის შავი დღეები. ბატონო მინისტრი, მაისს ევროკავშირის დაფინანსებით წალენჯიხაში გაიხსნა ახალი სამკერვალო, რომელიც განთავსებულია ინვალიდთა ასოციაციაში. გაეროს წარმომადგენელმა 20 წელი საკერავი მანქანით უმაღლესი ხარისხის ნაჭრებითა და ძაფებით მოამარაგეს სამკერვალო. ახლად გახსნილ სამკერვალოში შეიკერება თანამედროვე სტილის ტანსაცმელი, მყიდველისათვის აქ შეძენილი საქონელი საბაზრო ფასებთან შედარებით ხელმისაწვდომი იქნება. ჯერჯერობით სამკერვალოში 10-მდე ქალია დასაქმებული, უახლოეს მომავალში 45-მდე მუშახელი დასაქმდება. თითოეული მკერავი შესრულებული სამუშაოს გასამრჯელოს გამომუშავებით მიიღებს. ევროკავშირის მიერ სექტემბრის თვეში დაგეგმილია ერთჯერადი აქცია, რომელიც მიზნად ისახავს აქ შეკერილი ტანსაცმელი გაიტანოს აფხაზეთში და საჩუქრად გადასცეს კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას. დიდ მადლობას ვუხდით ამ პროექტს, რომ დაასაქმა ადამიანები
შევკრავთ, რასაც დაგვავალებენ, სარლები იქნება თუ კაბები, ყველაფერი შეგვიძლია ჩვენ შევკეროთ და კარგია ჩვენთვისაც და ამ პროექტის განხორციელებისთვისაც. ამ პროექტის ორგანიზატორებს, რა თქმა უნდა, დიდი მადლობა გაეროს ხალხს, დიდი მადლობა აგრეთვე მინდა აი ასეთი წინადადების შემოღების მიზნით უთხრა ქალბატონ ლელას. პროგრამა დაიწყო იანვრის თვეში, ოფიციალურად გაიხსნა 4 მაისს და დაგვაფინანსა ევროკომისია. და რას ისახავს ეს პროგრამის მიზანი ძირითადად იყო კონფლიქტის მოგვარებაზე კონკურსი გამოცხადებული. შეიკერება ტანსაცმელი ჩვენთან და ესე ერთჯერადი აქცია გვაქვს დაგეგმილი სოხუმში, გაგრაში, რომელსაც ძირითადად აი კონფლიქტის ზონაში დაგვეხმარება. ეს სექტემბრის თვეშია ოფიციალურად დაგეგმილი. კონფლიქტის ზონაში თვითონ ჩვენ შეკერილ ტანსაცმელს გაანაწილებს სუგდიდის გაეროს ოფისი, ამაში თვითონ თავისი წვლილი ჩადო გაეროს ოფისმა, დანარჩენია ესე ხარისხით შეკერვა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. და მუშაობენ თუ არა უკვე და რამდენი ადამიანია დასაქმებული? ჯერჯერობით არის 10 ადამიანი დასაქმებული, მაგრამ პროგრამის დასრულებამდე დასაგდება სადღაც 40-45 ქალი, მამაკაცი და ასე შემდეგ. რა სახის ნებისმიერი სახის ტანსაცმელი, ჯერჯერობით შეკვეთები არ არის, მაგრამ იქით ვაპირებ ტენდერებში მივიღო მონაწილეობა. ეს არის ძირითადად ევროკომისიის მხარდაჭერით და რეკომენდაციით. სურვილი აქვს, რომ რაღაც განვითარების ზღვარს მივაღწიოთ აი ამ დარგში, სამკერვალო ფაბრიკის დარგში. იქნება თუ არა ხელმისაწვდომი? ძალიან მინიმალური ფასებია, ახლა ვაპირებთ სკოლის ფორმების შეკერვას და ეს უნდა იყოს ხელმისაწვდომი აი 60-50 ლარის ფარგლებში. და ყველა მშობელს შეიძლება იყიდოს ჩვენგან ეს ფორმა და იმის გარდა ვაპირებთ აი საქველმოქმედო აქციების ჩატარებას ჩვენს რაიონებში, სკოლებში, ვისაც არ აქვს იმის შესაძლებლობა შეისყიდოს ფორმები, აი სკოლაში შეიძლება იყოს 10-5 ისეთი ბავშვი, ამას ჩვენი ორგანიზაცია საჩუქრის სახით გაუგზავნის მშობლებს. საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის გენერალური მდივანი მანენა ხურჭუმელიძე იმყოფებოდა წალენჯიხის პროფკავშირის რაიონულ ორგანიზაციაში, რომელიც შეხვდა პროფკავშირის უფროს ლუარა კვარაცხელიას, პროფკავშირის წევრებსა და პედაგოგებს. პროფკავშირის გენერალურმა მდივანმა წალენჯიხის პროფკავშირს საჩუქრად ერთი ცალი ბოლო გამოშვების კომპიუტერი გადასცა. ამ კომპიუტერის სარგებლობა შეუძლიათ როგორც პროფკავშირის წევრებს, ასევე პედაგოგებსაც. პროფკავშირის ყველა წევრს სამუშაო დღიურები, გაზეთები და საკანონმდებლო აქტები დაურიგდათ. ხურჭუმელიძის თქმით, ის ხშირად ჩამოვა წალენჯიხაში და მოეწყობა სემინარები და კონფერენციები მხოლოდ პედაგოგებისთვის. ამ კავშირის მთავარი მიზანია დაცული იყოს პედაგოგთა უფლებები და გათვალისწინებული იყოს მათი მოთხოვნები. პროფკავშირის ინიციატივით უახლოეს მომავალში იგეგმება პედაგოგთა გადამზადების პროცესი. შეხვდა ჩვენს მასწავლებლებს, ჩვენს აქტივს, გარდა ამისა, მათ ჩამოუტანეთ კომპიუტერი, სადაც ექნება საშუალება, რომ გამოიყენოს როგორც პროფესიულმა კავშირმა, ასევე მასწავლებლებმა. გარდა ამისა, სიახლეები, რას გეგმავთ, რა უნდათ მასწავლებლებს, ჩვენ ვიწყებთ მასწავლებლების გადამზადების პროცესს. გარდა ამისა, ჩამოვიტანეთ ჩვენი წლიური ანგარიში და მინდა რომ მასწავლებლებს ჩავაბაროთ ანგარიში, რა გავაკეთეთ, შევხვდეთ, მოვისმინო მათი პრეტენზიები, მათი დაკვეთები. ეს არის ჩვენი ჩამოსვლის მიზანი. ანემია ყველას ემუქრება, განურჩევლად ასაკისა და სქესისა. ანემიის გავრცელება საქართველოში ყოველწლიურად მატყულს. განსაკუთრებით აღინიშნება 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდებში 16-დან 45 წლამდე. რა არის ანემია და როგორ უნდა ავიცილოთ ეს დაავადება? დეტალები ჩვენი სიუჟეტიდან.
დედამიწაზე 2 მილიარდამდე ადამიანი დაავადებულია ანემიით, რაც ძირითადად გამოწვეულია რკინის დეფიციტით. რკინის დეფიციტისას აღინიშნება სწავლისა და შრომის უნარის შეზღუდვა, იმუნიტეტის დაქვეითება, რკინადეფიციტური ანემია, უეცარი სიკვდილის რისკის გაზრდა. განსაკუთრებით ანემია აღინიშნება ბავშვებს 2-დან 6 წლამდე და მოზარდებს 16-დან 45 წლამდე. საქართველოში ახალი პროგრამა ხორციელდება სტრატეგიული კვლევის ინსტიტუტის მიერ, რომელიც ითვალისწინებს ანემიის სისხლნაკლებობის გამოვლენას და მისი გავრცელების მაჩვენებლების დადგენას საქართველოში. ამ მიზნით კვლევები ტარდება თბილისის, გურიის, კახეთისა და სამეგრელოს რეგიონების ბაგა-ბაღებში. ქალაქ წალენჯიხაში ზუგდიდიდან იმყოფებოდნენ მამაშვილი თამაზ და შოთა გაგუები, რომლებმაც ექსპერიმენტისთვის მოითხოვეს ერთი ბაღი. აინტერესებდა თუ რა მდგომარეობა იყო ანემიის მხრივ ბაღში. მათ დახმარებისთვის რესურს ცენტრს მიმართეს. რესურს ცენტრის ადმინისტრაციის მიერ შეირჩა ნომერ 2 საბავშვო ბაღი. ამ ბაღში 30 ბავშვს აუღეს სისხლი, აქედან მხოლოდ 3 მათგანს აღმოაჩნდა დაბალი ჰემოგლობინი, მათ ვიტამინები და სხვადასხვა სახის წამლები გამოუწერეს. ჰემოგლობინის განსაზღვრა ხდება სპეციალური აპარატის საშუალებით. ლაბორატის სპირტიანი ბამბით ამუშავებს თითს, მაღალი ხარისხის ერთჯერადი სპირტით უჩხვნიტავს თითს. სპირტით გაჟღენთილი ხელსახოცი წმენს პირველ წვეთს, შემდეგ იღებს სისხლის წვეთს, რომელიც შეყავს სპეციალურ ერთჯერად კიუვეტში. კიუვეტი იდება აპარატში ფოტომეტრული ანალიზისთვის. ანალიზი გრძელდება 15 წამს. ანალიზის დამთავრებისთანავე ჰემოგლობინის ციფრები აპარატში აღინიშნება. სწორედ ამ აპარატითა და წესით მოხდა ბავშვებში ჰემოგლობინის დადგენა. ასეთ იყო გასული კვირა. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. წარმატებულ კვირას გისურვებთ. მომავალ შეხვედრამდე.